2007 წლის მაისში ზემო აფხაზეთზე იერიში რუსულმა მხარემ მიიტანა. ვიკილიქსი საქართველოს შესახებ ამერიკელი დიპლომატების მიმოწერის ახალ დეტალებს აქვეყნებს. ვიკილიქსის საიტზე დადებულია მასალა, რომელიც საქართველოში ამერიკის ელჩმა ჯონ ტეფტმა ვაშინგტონს 2007-2009 წლებში გაუგზავნა. ეს ის პერიოდია, როდესაც რუსულმა ავიაციამ კოდორის ხეობაში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ადმინისტრაციული შენობა დაბომბა. ტეფტი ვაშინგტონს წერდა, რომ გაეროს დამკვირვებლებმა მას კერძო საუბრებში დაუდასტურეს, რომ ზემო აფხაზეთზე ავია იერიში რუსულმა არმიამ მიიტანა. საიტზე განთავსებულ მასალაში კიდევ ერთი დოკუმენტია საქართველოს შესახებ, რომელიც გორის 2005 წლის ტერაქტს ეხება. ვებგვერდის ინფორმაციით ტეფტი ამ თავდასხმის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს წერდა, რომ გამოძიების ინფორმაციით ტერაქტი რუსული გერეუს პოლკოვნიკის ანატოლი სინიცინის ორგანიზებული იყო. და უფრო დეტალურად რა წერია ვიკილიქსის ახალ მასალებში ლიკა ხურციძე გვერდება დეტალებით. ლიკა, როგორც ცნობილია, არის 1000 წერილი, სადაც საქართველოსზეა საუბარი. უფრო დეტალურად რა პერიოდზეა საუბარი და რა დეტალები გამოიკვეთა ამ ახალი მიმოწერით? ნინო, ძალიან ბევრი დეტალი გამოიკვეთა და ამეთანხმები ერთია, როდესაც დიპლომატები აკეთებენ განცხადებებს კამერების წინან, ტრიბუნებთან და მეორე, როდესაც ისინი პირად საუბრებში, პირად წერილებში და პირად ანგარიშებში დაწვრილებით აღწერენ ვითარებას ამა თუ იმ ქვეყანაში. რაც შეეხება ვიკილიქსს, უკვე მან გამოაქვეყნა ორი ახალი წერილი ჯონ ტეფტის მიმოწერიდან. ეს შეეხება 2007 და 2009 წლებს და ირკვევა ძალიან ბევრი დეტალი. როგორც შენ უკვე აღნიშნე, პირველი და მნიშვნელოვანი ეს შეეხება 2007 წლის 11-12 მაისს, როდესაც კოდორის პოზიციები დაიბომბა და ტეფტი თავის წერილში დეტალურად აღწერს. სავარაუდოდ ყველაზე აშკარა ინციდენტი იყო საქართველოს პოზიციების დაბომბვა კოდორის ხეობაში 2007 წლის 11-12 მაისის ღამეს. გაეროს გამოძიებლებმა გვითხრეს, რომ პირად საუბრებში, რომ ისინი ეთანხმებიან ქართველებს იმაში, რომ მხოლოდ რუსეთს შეეძლო ამ თავდასხმის განხორციელება. მართალია ანგარიში პირდაპირ ბრალდებები არ არის ჩაწერილი, მაგრამ ნებისმიერი სერიოზული ადამიანი მიხვდება, რომ ამაზე პასუხისმგებელი რუსეთია. ეს არის ციტატა ერთ-ერთი წერილიდან, რომელიც ჯონ ტეფტმა ამერიკაში გაგზავნა 2007 წელს თავის მოხსენებასა და ანგარიში. რაც შეეხება მკვლელობებს და მკვლელობის შეკვეთებს ან განზრახულ მკვლელობებს, ამასთან დაკავშირებით 2007 წელს მიწერილ წერილში არის კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. საუბარი შეეხება გორის 2005 წლის ტერაქტს და იქ სიტყვასიტყვით მე ციტირებას მოვახდენ, რომ იყოს ნათელი. 1 თებერვალს 2005 წელს გორის პოლიციის განყოფილებასთან ავტომობილში ბომბი აფეთქდა და 2 პოლიციელის სიცოცხლე შეიწირა. გამოძიების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აფეთქება რუსეთის სამხედრო დაზვერვის, ანუ გერეუს ოფიცრის ანატოლი სინიცინის მიერ იყო ორგანიზებული. მე შეგახსენებთ, რომ ამას ოფიციალურად ჯონ ტეფტი ამერიკაში ესე დაწვრილებით გზავნის მის პირად საუბრებს იმ ვითარებას, რასაც ადგილზე გაეცნო თავად. კიდევ ამავე წერილში არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მოყვანილი, როდესაც ჯონ ტეფტი ამბობს, რომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერზე ხორციელდებოდა თავდასხმა რუსეთის მხრიდან სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია მომხდარიყო და ეს ლიდერი იყო კობა დავითაშვილი, როგორც მისი მიმოწერიდან ირკვევა. 2006 წლის 8 ივნისს ოპოზიციის ლიდერის კობა დავითაშვილის სახლთან შეამჩნიეს საეჭვო პირი, რომელმაც 2 გასროლა განახორციელა მაყუჩიანი იარაღიდან. ერთ-ერთი მეზობელი მსუბუქად დაიჭრა და გაიქცა. მის ჩანთაში აღმოჩენილ იქნა კობა დავითაშვილის ფოტოგაზეთიდან და რუსულ ქსელში ჩართული მობილური ტელეფონი. გამოძიების შედეგად ეჭვმიტანილად დადგენდა რუსეთის მოქალაქე გიორგი ქურთაევი, რომელიც დავითაშვილს რამდენიმე კვირის განმავლობაში უთვალთვალებდა და შუალედში რუსეთშიც იმყოფებოდა. როგორც ქართველმა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, ეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მოწყობილი პროვოკაცია იყო, რათა მომხდარიყო სააკაშვილის ხელისუფლების დისკრედიტაცია. რაც შეეხება წერილებს, არის ასევე მეორე წერილი, რომელიც უკვე 2009 წელს არის გაგზავნილი, სადაც ჯონ ტეფტი უკვე ომის შემდგომ პერიოდს და ასევე ხელშეკრულების შემდგომ პერიოდზე დეტალურ მოხსენებას აქვეყნებს და ის წერს, რომ პრეზიდენტმა მედვედევმა დაარღვია თავის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება 3700-ზე მეტი შეიარაღებული პირი უკვე გადავიდა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ასევე მძიმე ტექნიკით შეაიარაღა მან სეპარატისტები და 14 პოლიციელი უკვე სწორედ ამ სამშვიდობო ხელშეკრულების შემდეგ ქართული მხრიდან დაიღუპა და სავარაუდოდ ეს ყველაფერი მოხდა
ისევ და ისევ რუსეთის მხრიდან. რაც შეეხება სეპარატისტების მხარდაჭერას 2009 წლის წერილში აღნიშნულია, სამხრეთ ოსეთში კოკოითის კაბინეტის წევრების უმეტესობა რუსი ოფიციალური პირია. საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ რუსეთი ნაწილობრივ ან სრულად უხდის ხელფასებს პოლიციის წარმომადგენლებს და სახელმწიფო მოხელეებს. როგორც ცნობილია, სამხრეთ ოსეთმა ბოლო დროს მიიღო შეიარაღება და აღჭურვილობა რუსეთიდან, მათ შორის გრადის ტიპის. მიმდინარეობდა ეკონომიკური თანამშრომლობა და რუსული პასპორტების დარიგებაც. ეს ყველაფერი არის დეტალები მხოლოდ ამ ორი წერილიდან, როგორც შენ უკვე აღნიშნე, 1000-ზე მეტი ასეთი ოფიციალური დოკუმენტი არის დიპლომატების შიდა მიმოწერის. დღეს უკვე ქართველმა ექსპერტებმა შეაფასეს WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაცია, მათ აღნიშნეს, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ პოზიციებს, რასაც საქართველო მუდმივად ამტკიცებდა ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან. ყველა ქვეყანას გააჩნია საკუთარი ეროვნული ინტერესი, ბუნებრივია, ჩემის აზრით, დასავლეთი მაინც განაგრძობს მიუხედავად ამისა რუსეთთან თანამშრომლობას, მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ეს იქნება დასავლეთის მაგალითი, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია, რომ რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა ომისთვის და აგრესიისთვის საქართველოს, ანუ სუვერენული სახელმწიფო საერთაშორისო სამართლის სუბიექტის წინააღმდეგ. როდესაც ესეთ მძიმე არგუმენტს და ფაქტს დაუდებდა, როცა ეს არგუმენტები და ფაქტები არ არის ცალკეული შემთხვევები და ისინი სისტემატურად ხასიათს იღებს. ძალიანაც რომ უნდოდეთ ამაზე თვალის დახუჭვა იქნებოდა ძალიან ძნელი. და ამასაც რომ თავი გავანებო, თვითონ ეს არის ძალიან უსიამოვნო პრეცედენტი ძალის საზღვრების შეცვლისა 21 საუკუნეში და ძალიან ეჭვმეპარება რომ რომელიმე ევროპულ სახელმწიფოს აწყობდეს ამის დაშვება. რაც შეეხება WikiLeaks, მას უკვე გამოეხმაურა საერთაშორისო მედია და ერთ-ერთი გავლენიანი გამოცემა Guardian-ი უკვე WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით სტატიასაც ავრცელებს, სადაც საუბარია რუსეთის მხრიდან წარმოებულ დეზინფორმაციულ ომზე, ასევე სეპარატისტების შეიარაღებაზე და რუსეთის მხრიდან დარღვეულ ხელშეკრულებებზე. საბოლოოდ, როგორც ჯონ ტეფტი თავის ორივე მოხსენებაში, ასევე Guardian-ის საბოლოო შემაჯამებელ დასკვნაში ამბობს იმას, რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდა ერთადერთ მისანს რუსეთს სურდა საქართველოს ხელისუფლების განადგურება.